როგორ იმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის შეთანხმება ეკონომიკასა და ტურისტულ ინდუსტრიაზე გლობალურად და რამდენად გააქტიურდება ჯავშნები საქართველოში გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. ახლა ეს კითხვა ჩვენთვის განსაკუთრებულად აქტუალური. Galtan Tagartis გათვლებით 2026 წლის 4 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მილიარდ 100 მილიონს აღწევდა, თუმცა ეს შედარებით ნაკლები იყო წინა წლის იგივე პერიოდთან მიმართებაში. ამის განმაპირობებელი კი ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან შემოდინებების შემცირება იყო. Თუმცა ამის მიუხედავად წამყვან საინვესტიციო კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს დანაკარგი ანაზღაურდება. მათი მოლოდინით 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ 900 მილიონ დოლარს გაუტოლდება. რა ტენდენციებია სექტორში, ამაზე ვისაუბრებთ HSC Group Hospitality-ის დირექტორთან. გიორგი დოლიძე არის ჩვენი შემდეგი სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. აჭარა, წალკა და ახლა უკვე დედაქალაქი. როგორი სურათი გვაქვს და ზაფხულის ტურისტულ სეზონს როგორ რამდენად მომზადებული შეხვდით იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად ასეთ ზაფხულში რეგიონები უფრო პოპულარულია, როგორც საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ასევე განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორების. თქვენ შემთხვევაში რა ტენდენცია და მოლოდინი გაქვთ დედაქალაქთან მიმართებაში და მე აჭარის ნაწილსაც იქ სასტუმროს გახსენით, როგორც ვიცი, ამასაც აუცილებლად ცალკე ვიკითხავ. მოგესალმებთ, მადლობა მოწვევისთვის. ტენდენციები და ზოგადად პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია გამომდინარე იქედან, რომ დღეს ძალიან მაღალი დატვირთულობით ვმუშაობთ დედაქალაქში. საშუალო დატვირთულობა მერყეობს 85-90%-ის ნიშნულებზე. არის ზოგიერთი შემთხვევები, სადაც 100%-ზეც ვართ სასტუმროში დატვირთული. გასული კვირის განმავლობაში ფაქტობრივად სრულად იყო შევსებული გამომდინარე ეს კონცერტი, როდესაც იყო Kanye West თბილისში დინამო არენაზე, რამაც ძალიან დადებითი და კარგი გავლენები მოახდინა ტურიზმის 30,000-ზე მეტი ვიზიტორი იყო ჩამოსული, სწორედ მაგ კონცერტზე დასასრებად შესაბამისად ალბათ ყველა მეტნაკლებად ყველა სასტუმროს ჰქონდათ ეს სიმრავლე. კი, ძალიან რთულად იყო თავისუფალი ოთახის პოვნა ზოგადად თბილისში. ეს არა მარტო თავისთავად თბილისზე აისახა, არამედ გარკვეული გავლენა დადებითი ეფექტი ჰქონდა რეგიონებზეც, მათ შორის კახეთზე, ბათუმსა და შეიძლება იყოს ეს ყაზბეგის მიმართულებაც, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოდიოდნენ, ისინი არ ჩერდებოდნენ მხოლოდ ერთი ღამე და არ ესწრებოდნენ მარტო კონცერტს, ისინი სარგებლობდნენ ამ შესაძლებლობით და თავისთავად გადაადგილდებოდნენ ამ კონცერტამდე, ან კონცერტის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ლოკაციებზე, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო გარკვეულწილად დატვირთულობების ზრდას რეგიონებში და ამ ასე ვთქვათ, ივენთმა, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ მონიშნა საქართველოს მსოფლიო რუკაზე, ქვეყანა, სადაც ხდება კარგი ამბები, სადაც ნამდვილად არის ისეთი ბრენდინგი, როგორც მოწინავე ქვეყანა, მზარდი ქვეყანა, მშვიდი უსაფრთხო ქვეყანა და სადაც ჩასვლა არის 4-ვე სეზონზე ძალიან საინტერესო, როგორც მაღალმხარჯვენარიანი ტურისტისთვის, ასევე საშუალო ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საკმაოდ რთულმა ვითარებამ და განსაკუთრებით ირან, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურმა საომარმა მოქმედებებმა რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა გლობალურ ტურიზმის ინდუსტრიას და მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოს იყო, გალფის ქვეყნები, ისრაელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია, საიდანაც ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის და ეს ამა ძალიან სერიოზული გავლენა იქონია. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის თვეა საკმაოდ ისეთი კარგი ტენდენცია და თქვენ თვითონაც ახლა ახსენეთ, რომ ცალკეულ შემთხვევაში 100%-ად არის დატვირთული. რეალურად რამდენად შეძელით აი იმ დანაკლისის ამოღება და შევსება, რომელიც აი ამ კონფლიქტის საწყისმა პერიოდმა მიაყენა ქვეყანას? დანაკლისი რა თქმა უნდა იყო, ძირითადად მარტის პერიოდში შეეხო, როდესაც იყო ყველაზე მეტად ესკალაცია და გაურკვევლობა. რაც დაუგეგმავად სამწუხაროდ ზოგადად ესე ვთქვათ მოგვევლინა სექტორს, იყო ძირითადი შეფერხება რა თქმა უნდა ისრაელიდან, ამას მოყვა ემირატების შეფერხებები და სხვადასხვა არაპირდაპირი ეფექტები და გავლენები სექტორზე. კარგი და პოზიტიური იყო ის, რომ ემირატები შედარებით უფრო მალე აღდგა, მალე დაიწყო მიმოსვლა და დაახლოებით ალბათ ესე ვთქვათ მარტის ბოლო 10 აპრილის შემდგომი პერიოდიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თან სეზონიც წამოგვეწია
წელიწადია მაღალი სეზონი, იმიტომ რომ ჩვენ აპრილი დაახლოებით 90-92% დატვირთულობით დავხურეთ. რასაც ვარაუდობდით ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან საკმაოდ გააქტიურება იმათი, ვინც ნაწილი მათი, ვინც ჩადიოდა და გეგმავდა ემირატების მიმართულებით ჩასვლას, წამოგვეწია საფრთხების გათვალისწინებით არჩიეს საქართველო? კი, ამას ვარაუდობდით გარკვეულწილად და გადმომისამართდა, რა თქმა უნდა, მათ შორის ევროპიდანაც და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ნაწილი ტრაფიკი, რომლებსაც ჰქონდათ დაგეგმილი წასვლა, უნდათ გასულიყვნენ თავიანთი ქვეყნებიდან და არჩიეს საქართველო იმ ალტერნატივად, ნაცვლად რომ ჩასულიყვნენ ემირატების მიმართულებით, რამაც თავისთავად ასევე ხელი შეუწყო და გარკვეულწილად მისცა ბიძგი უფრო მალე და ჩქარი ტემპებით აღდგენას, რაც აპრილის თვის შემდგომ ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლახეთ და ებრაელებით წამოსული არის ისრაელიდან. მაინტერესებდა იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელიდან ტურისტები ჩვენთვის ძალიან აქტიური ტურისტული ჯგუფები არიან, აქტიურად მოგზაურები, ასე ვთქვათ, და აი ამ მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს? აქტიურად მოგზაურები, რა თქმა უნდა, არიან. საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი ტოპ მიმართულება, სადაც თავს ხსნობენ საკმაოდ კომფორტულად, შესაბამისად უკვე აღდგა, ანუ მათი იქიდან აღდგა ნაწილობრივ, სრულად შეჯერობით არ აღდგარა, რა თქმა უნდა, თუმცა აღდგენის ტემპი მატულობს, უფრო და უფრო მეტი ებრაელი ვიზიტორი ჩამოდის საქართველოში. ისრაელი არის ჩვენთვის ერთ-ერთი პირველი სტატისტიკაში ქვეყანა, საიდანაც რომელიც ჩვენ გვამარაგებს ტურისტული ვიზიტებით, შემდგომ მოდის ემირატები, მეზობელი ქვეყნები, ევროპა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეფექტი, ასე ვთქვათ, მოკლევადიანი და ისერტილოვანი დარტყმა, რაც მივიღეთ, იყო საკმაოდ საგრძნობი, თუმცა რაც გავიდა დრო და მაღალი სეზონით წამოგვეწია, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ამოვისუნთქეთ, ასე რომ ვთქვათ, რომ შევადაროთ თქვენ შემონათვალში არ იყო რუსეთი, რამდენად დიდია რაოდენობა რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების? მეზობელ ქვეყნებში ვიგულისხმე რუსეთი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი, ზოგადად ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი საკმაოდ და თურქეთიც საკმაოდ აქტიურობენ. თურქეთიც აქტიურობს საქართველოში? თურქეთიც აქტიურობს განსაკუთრებით ბათუმში და ასევე თბილისის მასშტაბითაც არის სტატისტიკაში კარგ პოზიციებზე. რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი ასევე არის თავისთავად მზარდი, იგივე გასულ კვირას კონცერტზე. ევროპიდან არის მზარდი ყოველწლიურად, როდესაც ემატება ფრენები, ამას მოყვება ძალიან დიდი ნაკადების ჩამოსვლა და ზოგადად გადმომისამართება საქართველოში. ვიცით, რომ საკმაოდ მაღალმხარჯვენარიანი ტურისტები არიან ევროპაში და სწორედ ამის მოსაზიდად იყო გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯები, რაც ეხებოდა პირდაპირ ფრენების დამატებას. თუ აქამდე მათთვის იყო დისკომფორტი, დღეს უკვე ეს ასე აღარ არის და გაცილებით უფრო მარტივად შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა. ძალიან არიან დაინტერესებული ზოგადად ჩვენი ქვეყნით და სექტორის ყველა რგოლი, როგორც ტურისტული კომპანია, ასევე სასტუმრო, პლუს ამას სახელმწიფოს აქტივობა, მარკეტინგის კუთხით, ფრენების დამატების და ქვეყნის ბრენდინგის კუთხით, რასაც ყველა ერთად ვქნით, მე ესე ვფიქრობ, ძალიან მიზანმიმართულად მუშაობს აღნიშნული აქტივობები ევროპიდან ტურისტების მოზიდვისკენ და ძალიან მიხარია, რომ როგორც თქვი, წლიდან წლამდე არის მზარდი და გაცილებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც უფრო დრო გავა აი ამ ზოგადად ფრენების დამატებიდან, იმიტომ რომ ეს ფრენების გააქტიურება და დამატება, როგორც თქვით, არ არის ერთ წელზე და ორ წელზე მიბმული სტრატეგია და ნაბიჯი, ეს არის უფრო 5+ წლები, რასაც სჭირდება ყოველწლიურად შენარჩუნება, დამატება და ეს იმოქმედებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივებზეც, ისევე როგორც მოკლევადიანზე ჩვენ ნახეთ, რა თქმა უნდა, ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს 25-დან მოყოლებული დღემდე. კი ბატონო, რაც შეეხება ახალ ტურისტულ ობიექტებს და ახალ მათ შორის სასტუმროებს. რამდენად საინტერესოა კვლავად საქართველო ინვესტორებისთვის ახალი ობიექტების შექმნის მიმართულებით? თითქოს მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა საკმაოდ ისეთია, ხო, მასშტაბურია, დაახლოებით 8 მილიონამდე ტურისტი სტუმრობდა 2025-ში და 4 მილიარდ 700 მილიონის შემოსავალი მივიღეთ, ხო? მაინც ჩრდება შთაბეჭდილება, ყოველ შემთხვევაში მოლოდინი გვაქვს, რომ არსებობს რაღაც პოტენციალი, მაგრამ რამდენად ხედავთ ამ პოტენციალს თავად ისინი, ვინც ამ სასტუმროებს ხსნით ან მენეჯმენტს უწევთ, ხო? ამიტომ ვკითხულობ, ინვესტორებისთვის კვლავაც საინტერესოა საქართველოს ტურისტული თვალსაზრისით?
როგორც ადგილობრივი ის საერთაშორისო ინვესტორებისთვის ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება საინტერესო მიმართულებად. ხედავთ, რამდენი ახალი ობიექტი გვემატება და რამდენი ახალი საერთაშორისო სასტუმროს ბრენდი შემოდის საქართველოში. მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში გაცილებით უფრო მეტი კიდევ ასე ვთქვათ ლაგჟერი ბრენდი გაიხსნება ჩვენს ქვეყანაში, რაც ნამდვილად გვჭირდება და კიდევ უფრო მეტად ხელშეუწყობს მაღალმხარჯალოვანარიანი ტურისტის მოზიდვას, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის ინფრასტრუქტურა, რაც მათ კომფორტის ასე ვთქვათ ხაზზე გადის და აუცილებელია რომ გქონდეს, როგორც ვთქვით, ძირითადი აქტივობები ინვესტიციების ჩადების ესა თბილისი, ესა ბათუმის მიმართულება, გასააქტიურებელია რა თქმა უნდა სვანეთის და რაჭის მიმართულებებიც, იმიტომ რომ აქ გვაკლია და შეინიშნება დეფიციტი თუნდაც საშუალო ან მაღალი კლასის ბრენდული ობიექტების, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამა თუ იმ ლოკაციის პოპულარიზაციას, ბრენდინგს და იქ არსებული ინფრასტრუქტურის ისე განვითარებას, რომ ესე ვთქვათ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურას. მაგალითად ინფრასტრუქტურა, გზები, მათ შორის იგივე ისეთი საკითხები, როგორიც არის პირობითად ბუნებრივი აირი, წყალი და შემდგომ, რომელიც არ უნდა გაწუხებდეს, როდესაც მithumedes დასასვენებლად მინიხარ. აი ამ ტიპის გამოწვევები და პრობლემები კვლავაც არის? მსგავსი ტიპის პრობლემები წყალსა და გაზზე ალბათ უფრო ნაკლებად ვიტყოდი, თუმცა საგზაო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ არის ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც საუბრობთ მაღალმხარჯალოვანარიან ტურისტის ჩამოსვლასა და მათ მომსახურებაზე. როგორც წეგან აღნიშნეთ, მთავარი ამოსავალი წერტილი არის მათთვის კომფორტის შექმნა და სწორედ ამიტომ კეთდება მაღალი კლასის სასტუმროები და სწორედ ამიტომ ხდება თუნდაც მაღალი კლასის ავტოტრანსპორტი, რომ მათ მაქსიმალურად იგრძნონ თავი კომფორტულად. შესაბამისად, რაც უფრო მეტად განვითარდება თუნდაც რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურაში და ფრენები, რომ მარტივად შეძლონ თუნდაც სვანეთში, თუნდაც რაჭისკენ უფრო რეგულარულად გადაფრენა ნახვა და ჩამოსვლა, ესეთი VIP სერვისები, რომ იყოს რეგულარული, გაცილებით უფრო გაზრდის, რა თქმა უნდა, და ხელშეუწყობს ამა თუ იმ მაღალმხარჯალოვანარიან ტურისტს, რომ მარტივად მოიაროს საქართველო, როდესაც ქვეყანა განვითარებად ეტაპზეა, რა თქმა უნდა, იქ არ არსებობს, რომ არ იყოს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, თუმცა კარგია ის, რომ ხედავთ უფრო ასე ვთქვათ, წინსვლას გზების მიმართულებით იხსნება ახალ-ახალი ავტობანები, გვექნება მალე გუდაურის შემოვლითი გვირაბი, სადაც ყაზბეგის და ზოგადად ლარსის მიმართულებით საკურორტო ზონას ავწდებით და გუდაურსაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პოტენციალი ექნება, რომ ის სტატუსი შეინარჩუნოს და უფრო მეტად განავითაროს, რასაც ქვია სამთო-სათხილამურო კურორტი და ეს ქაოსი მოშორდეს. ნუ აქვე არის ხოლმე ზამთარში, რა თქმა უნდა, ზოგადად გაზის, წყლის და ასე შემდეგ პრობლემა. ვფიქრობ, აი სწორედ როდესაც აღწდება ეს ქაოტური მიმოსვლები გუდაურს და თუნდაც სხვა მსგავს ლოკაციებს, მარტივი მოსაგვარებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ სრულად უნდა გაკეთდეს აქცენტი იმ ვიწრო მიმზიდველ მიმართულებაზე, რასაც სამთო-სათხილამურო საკურორტო დახურული ზონა შეიძლება რომ დავარქვათ. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ამ თქვენ შემთხვევაში ხარ რეალურად ძირითადად არა, პრაქტიკულად უცხოელი სტუმრები ყავთ, ხო? და ვიზიტორები. ამ შემთხვევაში ფასი რამდენად შეესაბამება იმ ხარისხს და იმ მომსახურებას, რომელიც მათ ხდებათ აქ, რომ შემდგომ ყოველ ახალ წელს ისინი კვლავაც დაბრუნდნენ საქართველოში. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არა მხოლოდ თქვენ შემთხვევაში, არამედ მთლიანად, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი მივიღოთ, ხო? ამიტომ საინტერესო, რამდენად გვაქვს დღეს ის მომსახურება, რა ფასაც ვადებთ, უხეშად რომ თქვა, დაუშვათ ამა თუ იმ ტურისტულ მომსახურებას, მათ შორის თუნდაც სასტუმროს. როგორც ვიცით, არის ხანდახან სიტუაციები, როდესაც ბაზარი და ფასი ძირითადად ძალიან სენსიტიურია ხოლმე მატების მიმართულებით და განსაკუთრებით ეს ეხება დაბალ სეზონს, როდესაც თქვათ არის თბილისისთვის ნოემბრიდან მარტამდე პერიოდი, შეიძლება იქ იყოს $5 კი განსაზღვრელი, რამდენად შეგიმცირდება დატვირთულობა თუ ასწევ ფას $5, რა თქმა უნდა, ამას საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არეგულირებს, შესაბამისი კატეგორიის სასტუმროს შესაბამის ლოკაციაზე აქვს თავის ფასი, თუმცა შეიძლება
ანალოგიური კლასის ობიექტს სხვა ლოკაციაზე ჰქონდეს უფრო სხვა ფასი დაკორექტირებული და ყველაფერი ეს მოქმედებს სასტუმროს ლოკაცია, ტიპი, ოთახების რაოდენობა, საოპერაციო ხარჯი და ასე შემდეგ, საიდანაც დგება ფასი. ხელოვნურად ასე თუ არა მოთხოვნა ვერც გაზრდიდა, თუ მოთხოვნა რა თქმა უნდა არც შეამცირებს. სეზონზე ყოველთვის ვცდილობთ რომ ფასი გვეჭიროს იმ შესაძლო მაქსიმუმზე, რომ სეზონიდან ესე ვთქვათ მაქსიმალური რეზერვები. ანუ ფასი არ არის პრობლემის შემქმნელი უცხოელი ვიზიტორების მოსვლის კუთხით? არა, პრობლემის შემქმნელი რომ იყოს, ამ შემთხვევაში გააჩნია რა ფასი. პირდაპირ ესე ვერ ვიტყვით, თუ საშუალო საოპერაციო ფასი ჩვენ გვაქვს დღეს რაღაც $100 მაგალითად და დავადებთ $300, ერთი და იგივე ობიექტს, რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ ობიექტში შექმნის პრობლემას და შეიძლება დატვირთულობა ჩამოვიდეს 90-დან 10%-ზე. თუმცა თუ იქნება გონივრული ფასი, რასაც იტანს ბაზარი და რას სანაცვლო სერვისის მისაღებადაც მზადაა ტურისტი რომ გადაიხადოს, შესაბამისად ხედავთ რომ რადგანაც ამდენი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, შესაბამისად ირჩევს თავისთვის სასურველ და თავისთვის ხელმისაწვდომ ობიექტს, ვიღაცისთვის არის X თანხა ხელმისაწვდომი, ვიღაცისთვის X+50, X+100, ესეც საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა და რისი საშუალებაც გვაქვს, მოკლედ სეზონიდან გამომდინარე და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ რომ რადგანაც შეზღუდული რესურსი გვაქვს და ნომრების გაზრდა, მომატება და მოშენება არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა ბიზნესი რო იყოს მომგებიანი, ვეცადოთ მაქსიმალური ფასებით ოთახების გაყიდვა, გაქირავება, იმიტომ რომ ესაა საბოლოო ჯამში სასტუმროს ბიზნესის ამოსავალი წერტილი, რომ გქონდეს სწორი ფასი და თუნდაც მოგიწიოს ყოველდღიურად ფასის მომატება, დაკლება, მოთხოვნა, მიწოდების პრინციპების გათვალისწინებით აუცილებელია, რომ პულსზე ხელი გეჭიროს და ეცადო, რომ მაქსიმუმი მიიღო. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ბუნებრივია მთელი ამ ტურისტული სეზონის განმავლობაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგი თვალსაზრისით წლის ბოლოს როგორ რა შემოსავალი გვექნება და სეზონს მთლიანობაში სექტორს და რამდენ მილიონ ტურისტს უმას მიძლებთ, ეს მთლიანობაში ყველა თქვენგანზეა დამოკიდებული, ამიტომ წარმატებები მინდა გისურვოთ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად.